მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ესეთ საჭირო და აქტუალურ თემაზე, როგორც არის ანტიპარაზიტარული მიზნობრივი პროგრამა, ასევე ეს არის კომპლექსური პროგრამა, რომელშიც შედგება რამდენიმე პროდუქტი. დღესდღეობით, როგორც თქვი, ძალიან აქტუალური თემა არის და წარმოვიდგენთ ჩვენ მიზნობრივ პროგრამას პარაშუტს, რომელზეც გვესაუბრება ექიმი ქალბატონი ლია თვალავაძე და აგვიხსნის თუ რატომ არის საჭირო ეს პროგრამა, რომ ჩაიტაროს ადამიანმა და რა შედეგს მომტანს ამის შედეგად. კი ბატონო, მადლობთ. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით. ჩვენ მსმენელებო და მაყურებლებო. მართლაც როგორც მედიამ აღნიშნა, ეს არის ძალიან აქტუალური თემა. ყველასთვის საჭირო. როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. მაგრამ ეს წარმოდგენილი პროგრამა ზრდასრული ადამიანებისთვის არის უფრო მიზანშეწონილი და არა ბავშვებისთვის, ესეც გაითვალისწინეთ. პარაზიტებისგან განთავისუფლება ძალიან საჭირო და აუცილებელი პროცესია. იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში დაბადებიდან თუ არა ერთი წლის ასაკიდან მაინც აუცილებლად სახლობენ და ჩვენთან ერთად ცოცხლობენ პარაზიტები, სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა სახეობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს პარაზიტული სპექტრი, მით უფრო ადამიანი გრძნობს ამას და ძალიან დიდია ინტოქსიკაცია, იმიტომ რომ პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში ჯერ პირველ რიგში ჩვენი საკვებით იკვებებიან და შემდეგ თავისი ცხოველმყოფელობის პროდუქტებით აბიძურებენ ჩვენს სხეულს და უჯრედში და შიდა გარემოს. ამიტომ აი ეს ანტიპარაზიტული პროგრამები ძალიან საჭირო და აუცილებელია ყველასთვის. წელიწადში ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც აუცილებელია ამის გაკეთება. და თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და ვინც შემდეგ ამ პროგრამაში ჩაერთვება და მოიხმარს ამ პროდუქტს, თავის თავზე გამოსცდის თუ რამხელა ცვლილებას შეამჩნევს მანამდე, როგორი იყო მისი მდგომარეობა და მის შემდეგ. რო ჰქონია ადამიანს, რომ არაფერი არ აწუხებს, აღმოჩნდება, რომ აი ამ პროგრამის გავლის შემდეგ იმდენად კარგად გრძნობს ადამიანი თავს, რომ მე ხვდება, რომ მანამდე თურმე არც ისე კარგად ყოფილა საქმე. ეხლა ძალიან მინდა აღნიშნო მოკლედ, რა განსხვავება ვთქვათ იმ ეგრეთ წოდებულ ანტიპარაზიტულ წამლებს, რაც საფრთხე ქსელში იყიდება და აი ამ პროგრამას შორის. ჯერ პირველ რიგში ის, რომ ქიმიური ტოქსიური წამლით, როდესაც აკეთებს ადამიანი ანტიპარაზიტულ გაწმენდას, იქ პარაზიტები იხოცება ამ ტოქსიური წამლით და კიდევ უფრო იზრდება ტოქსიურობა ორგანიზმში. და აი ეს ბუნებრივი საშუალებები, რაც ახლა ჩვენს წინ არის, ამით ჩატარებული ანტიპარაზიტული გაწმენდა ითვალისწინებს იმას, რომ ხდება ჩვენი პარაზიტების აქტივაციის დაქვეითება და შემდეგ უკვე გამოდევნა ორგანიზმიდან. რაც იმას გულისხმობს, რომ აი ეს პობის პროცესები, რაც მოსდევს იმ მკვდარი პარაზიტების ჩვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათ სიკვდილის შემდეგ პობას, აი ეს თავიდან აცილებულია. ამიტომ არის წარმოდგენილი აი რამოდენიმე პროდუქტი და არა ერთი. ძალიან ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს, რომ როდესაც ანტიპარაზიტულ პროგრამას იკეთებენ, ეს იქნება ვთქვათ სააფთიაქო საშუალებით თუ ბუნებრივი საშუალებით, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რეჟიმს. ანუ ადამიანი რამდენ წყალსაც მოიხმარს, ძალიან ბევრ შემთხვევაში გაორმაგებული წყლის რეჟიმია ხოლმე საჭირო, იმიტომ რომ ის ყველაფერი უნდა გამოირეცხოს, გამოიდევნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში
იწყება დისკომფორტი, ძალიან დიდი. აირევა ნაწლავების ფუნქციური მდგომარეობა, აირევა ზოგადად შინაგანი მდგომარეობა და იწყება ხოლმე თავის ტკივილები, გულისრევები, უხასიათობა, მოდუნება ადამიანის და ასე შემდეგ. ასე რომ პირველი რაც აუცილებელია აი ამ პროგრამაში ეს არის მარჯანი, რომელიც ალბათ ამ მიზნობრივი პროგრამების მსმენელმა უკვე იცის და დაინტერესებულები კიდევაც გაიგებენ ინფორმაციას მოიძიებენ. ეს არის მარჯანი, ბუნებრივი მარჯანი, რომელიც აცოცხლებს წყალს და აკეთებს დეზინტოქსიკაციას ლიმფის, სისხლის და მთელი სხეულის. ეს ყველაზე მთავარი. შემდეგ ამ პროგრამაში შედის ესეთი პარაფაიტი, ეს არის ზუსტად იმ მცენარეების ნაკრები, რომელსაც აქვს ანტიპარაზიტული თვისება და ზუსტად მოქმედებს ყველა პარაზიტზე მისი ცხოველმყოფელობის ყველა სტადიაზე. ის კვერცხის სტადიაშია, მატლის სტადიაშია თუ რომელ განვითარების სტადიაშიც არ უნდა იყოს. ხალბატონელია სოკოლის. კი ბატონო, სოკოზეც მოქმედებს, მაგრამ ჩვენ რადგან ახლა პარაზიტებზე გვაქვს საუბარი, პარაზიტებზე ვამახვილებ ყურადღებას. და პროფილი აქვს ძალიან ფართე. ანუ თითქმის ყველა პარაზიტზე მოქმედებს. ლამბლიოზზეც კი, არათუ ნაწლავურ პარაზიტებზე. შემდეგ, აი ეს ორი პროდუქტი, ეს არის MSM და ეს არის ბურდო ბრუთი. აი ეს ორი პროდუქტი განაპირობებს ინტოქსიკაციის გამოტანას ორგანიზმიდან და გამოდევნას უწყობს ხელს იმ პარაზიტების, რომლის ფუნქციონირებაც შეანელა ჩვენმა პარაფაიტმა. ანუ იწმინდება ლიმფა, იწმინდება ნაწლავები, დეტოქსიკაცია ხდება და პლუს მაგას ამ პარაფაიტს ეხმარება, რომ გამოიდევნოს ყველა პარაზიტი ორგანიზმიდან. აი ეს პატარა ფორმით ფიზიკურად, მაგრამ შინაარსობრივად უნიკალური პროდუქტი, ეს არის სუპერფლორა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ნაწლავური ფლორის აღდგენას და პლუს იმ გარემოს შექმნას, რომელიც იმ ფლორას ისჭირდება შემდგომში გასამრავლებლად. ანუ ეს პროგრამა მოიცავს უკვე ყველაფერს ერთიანად, დეზინტოქსიკაციას, პარაზიტების გამოდევნას, ლიმფის გაწმენდას, ინტოქსიკაციის მოხსნას. ანუ ამაზე სრულყოფილი პროგრამა ალბათ არც შეიძლება რომ იყოს მოფიქრებული, გაკეთებული და ადამიანის მიერ მიღებული. ყველას აბსოლუტურად ყველა ადამიანს მოგიწოდებთ სრული პასუხისგებლობით და დიდი თავდაჯერებულობით, იმიტომ რომ ეს არაერთხელ უკვე გამოგვიცდია და არაერთ ადამიანს გამოუცდია და შედეგებიდან გამომდინარე ვაძლევ რეკომენდაციას და თან ყველაზე მთავარი აი ესეთი შპარგალკას ჭალებში ვეძახი მე ამას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, რომელი პროდუქტი რისთვის არის და რა პროდუქტი როდის როგორ უნდა მიიღოს თავისი დღის რეჟიმის დაცვით. ამიტომ ამას არ ჭირდება ძალიან დიდი ექიმური კონსულტაციები და ძალიან რაღაცა ესეთი პროფესორები და აკადემიკოსის დონეზე ამის კონსულტირება. ყველა ადამიანს შეუძლია აიღოს, შეიძინოს და მიიღოს გამოჯანმრთელდეს, გამოჯანსაღდეს და შემდეგ უკვე მისი შინაგანი მდგომარეობა იმდენად არის მომზადებული, რომ მისთვის უკვე ასაკობრივი იქნება თუ რა პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს გადასაჭრელი, აი ამ პროგრამის შემდეგ 100%-იანი შედეგით იქნება მიღებული. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, კარგად გრძანდებოდეთ. კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს. აი ადამიანი მიდის საფრთხეში და ღებულობს ვიტამინებს. და ამ დროს ორგანიზმში ხდება ინტოქსიკაცია, შეკითხვა. კი, ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის რომ ენერგიულად იყოს, ხშირად ალბათ თქვენც ბრძანდებით ბევრი ამის მსმენელი,
ვიტამინების მომხმარებელი. საერთოდ იცოდეთ, რომ იმ ვიტამინებს ყველაზე კარგად ითვისებენ პარაზიტები. და თქვენ იმის მაგივრად, რომ თქვენ მიიღოთ ენერგია და თქვენ მიიღოთ ვიტამინები, იკვებებიან პარაზიტები, კარგად მრავლდებიან და ამ ვიტამინების კურსის ჩამთავრების შემდეგ უფრო დიდი სიძლიერით გიტევენ და მერე უფრო ცუდად ხდება ადამიანი. ამიტომ ჯერ ანტიპარაზიტული პროგრამა და მერე ნებისმიერი ვიტამინი და მინერალი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი 5 პროდუქტია წარმოდგენილი ამ შეფუთვაში და უფრო ეკონომიურია, ვიდრე ცალკე მათი შეძენა. კი ბატონო, ეს ჩვეულებრივი ყველა ვიცით, რომ როდესაც არის შეფუთვაში ერთად კომპლექსურად, ეს უფრო ფინანსურადაც მომგებიანია და უფრო იაფუჭდება. დიდი მადლობა ქალბატონებია, მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას.